რამ გამოიწვია თელავში სტიქიის შედეგი? თემაზე ერთად ვისაუბრებთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძესთან. ქალბატონ ნინო, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. თქვენი შეფასებით, რა შეიძლება გამხდარიყო თელავში სტიქიის გამოწვევის მიზეზი? პირველ რიგში მოგესალმებით და რა თქმა უნდა, მანდა მაინც სახარბიელო სიტუაცია არა გვაქვს კახეთის და მე მგონი არა მარტო თელავი დაზიანდა, დიდი წვიმების შედეგად ძალიან ბევრ სავარგულები გაუფუჭდა, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და ეს აგრეთვე საწყენია და აგრეთვე ძალიან მძიმე ტვირთად აწვევა მოსახლეობას საბოლოო ჯამში. მოდი ვთქვათ ესე, რომ რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი. ჩვენ ვიცოდით და არაერთი გაფრთხილება არსებობდა თელავის ხევთან დაკავშირებით, რომ თელავის ხევი არის ღვარცოფული, რომ ღვარცოფი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ძლიერი წვიმის დროს და შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ იყო გაკეთებული ასე ვთქვათ ბადეები, რამდენადაც მე ვხვდები არ იმუშავა ისე კარგად, როგორც გვეგონა, იმიტომ რომ გაწმენდილი თელავის ხევი არ იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში აუცილებლობა არის, რომ ყველა ხევები და ასეთი განსაკუთრებით, რომელიც ვიცით წინასწარ, რომ ღვარცოფულია და არაერთი შეტყობინება ყოფილა გაგზავნილი ადგილზე, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა გამოყონ შესაბამისი თანხები იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიება, ანუ გაწმენდა კალაპოტების მოხდეს. ამ ხევებზე. სამწუხაროდ საქართველოში ისეთ პირობებში ვცხოვრობთ, რომ ყველა ხევი ჩვენთან არის ძირითადად ღვთის მდინარეები და ყველა ხევი არის საფრთხის მატარებელი. ამიტომ ნებისმიერი ჩარაზვა ან ჩაყარა, ან სამშენებლო მასალების, ან ნარჩენების განთავსება შეიძლება ტრაგედიით დასრულდეს. ეხლა აქ კონკრეტულად რასაც ჩვენ ეხლა ვაანალიზებთ, მაგრამ ბოლომდე ჯერ არა გვაქვს სრული სურათი, ჩანს რომ ბოლო ესე ვთქვათ, იქ სადაც უნდა გაშლილიყო მდინარე და იქ სადაც ნაკლებად იყო თითქოს დახრილობა, იქ მდინარე ვერ გაიშალა და გაავსო კალაპოტი ისე, რომ ზემოთ ამოვიდა მთლიანად და ფაქტობრივად ძალიან დიდი ნაწილი დატბორა. თან დატბორა ზუსტად ღვარცოფული მასით და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ძნელი სამუშაოები იყო. ღმერთმა დაგვიფარა და სხვეპლი არ არის, მაგრამ ზარალი, ზიანი არის საკმაოდ დიდი, რამდენადაც მე ვხვდები და ეხლა მიდის ალბათ ამის დათვლა. ქალბატონ ნინო, ჩვენი ჟურნალისტი სტიქიის ზონაში მუშაობს და იქ გაისმა პრეტენზიები, რომ შეიძლება ასეთი სტიქია გამოიწვია უკანონო მშენებლობებს, ასევე აღნიშნავენ, რომ ხელთან არის რესტორნები, კომერციული ფართები. შეიძლება ესეც გამხდარიყო მართლაც მიზეზი? კი ბატონო, იცით როგორ არის, იმ სადაც უნდა გაშლილიყო კალაპოტი, როგორც იყო მდინარეში ბუნებრივად, ხო? იქ უფრო მეტად შევიწროვდა. როცა ესეთ შევიწროვებებს და მშენებლობებს ვაკეთებთ, არ არის კორპუსებზე ლაპარაკი, არის ლაპარაკი საკომერციულ ფართებზე. ეს იქვე უნდა დაღმავებულიყო ხევი. ანუ რაღაცა სხვა ქმედებები უნდა გაკეთებულიყო. თან მით უმეტეს, რომ ყველა მიცოდა, რომ თელავის ხევი არის საკმაოდ მძიმე, იმიტომ რომ 77 წელს განხორციელდა ტრაგედია, რაც დატრიალდა, ანუ რაც იყო წინა საუკუნეში უკვე ცნობილი, იქედან გამომდინარე უნდა იყოს გაწმენდითი სამუშაოები ყოველწლიურად ჩატარებული თელავის ხევში. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველწლიურად ჩატარებული არ იყო და ნებართვები, უნებართვო კი არ იყო. ნებართვები გაცემული იყო არასწორად. მოდი ვთქვათ პირდაპირ, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. რომ კალაპოტთან არ უნდა შენდებოდეს და კალაპოტშიც არ უნდა შენდებოდეს მდინარის. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არაერთხელ მithქვამს მე ყველა კომენტარში, რომ მინდა, როცა მეწარმე იძახის, რომ მინდა აქ აშენება, ეს არ ნიშნავს, რომ ნებართვა უნდა გაიცეს. იმიტომ რომ ბევრჯერ ადამიანს გონია, რომ აუცილებლად მომგებიანი და კარგი ტერიტორია აქვს და ჭირდება კომერციული დანიშნულებისთვის, მაგრამ ეს მინდა საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად გვიბრუნდება, იმიტომ რომ
მდინარეებში, კალაპოტებში მშენებლობები და ახლოს, სადაც გაშლა არის მდინარის, არ შეიძლება. კიდე მეორე თემა, რომელიც არის პრობლემატური, აქ ეს ყველაფერი არის სტიქიური განაშენიანების შედეგები, იმიტომ რომ რეალურად თელავს გადახედვა ჭირდება უკვე ძველ არსებულ განაშენიანების გეგმას. გეგმები უნდა იყოს დამტკიცებული და მაგის გარდა მე არ ვიცი, აქ თუ არა თელავს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა. წესით და რიგით კანონმდებლობით აუცილებლად უნდა ქონდეს. აქვს თუ არა ესეთი გეგმა არ ვიცი, ამიტომ ეს ალბათ უნდა მოვიძიოთ, შეიძლება აქვს და რაღაცა მაშინ გასასწორებელია ამ გეგმაშიც, იმიტომ რომ როგორი მობილიზება უნდა იყოს, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი, რა უნდა გაკეთდეს, აქ თუ არა შესაბამისი ტექნიკა მუნიციპალიტეტს. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, მთელი კახეთიდან არის ტექნიკა ჩაყვანილი იმის მაგივრად, რომ ქალაქს თავისი მეურნეობა ქონდეს საკმარისი. აი, ესეც კი პრობლემებია ძალიან ბევრ შემთხვევაში და მარტო ქალაქი ხომ არ არის თელავი, თელავს მიმდებარე სოფლები აქვს ძალიან ბევრი და რამდენადაც მე ვხვდები, ამ ხელმა დააზიანა მიმდებარე ტერიტორიებიც და არა მარტო ეს ხევი ადიდდა თელავში. აქედან გამომდინარე, აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საგანგებო სიტუაციების გეგმა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს კანონით ევალება, რომ უნდა ქონდეს, ეს არის რეაგირების გეგმა სინამდვილეში, ანუ ყველა საფრთხე არის დათვლილი და როგორი რეაგირება უნდა გააკეთოს მაცხოვრებლებმა, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რა უნდა გააკეთოს ცენტრალურმა სტრუქტურებმა, იმ გეგმაში უნდა იყოს მკაფიოდ გაწეული. ახლა რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს აუცილებლად, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბოლოს ხევი 2021 წელს გაიწმინდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ისეთი მდინარეებია, რომელიც ითხოვს ყოველწლიურ მუშაობას. ეს არ არის ესე მარტივი, ჩვენ ყოველ წელს უნდა ველოდოთ. გამოვლინებას, ახლა წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის ზუსტად, როდის მოხდება ადიდება მდინარესი, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ამ კლიმატის ცვლილების ფონზე ესეთი ექსტრემალური მდგომარეობები იქმნება უფრო ხშირად, ვიდრე არის და ჩვენ ხო ვთქვით არა ერთხელ, თქვენ ეთერშიც ჰქონდა ნათქვამი, რომ უნდა ველოდოთ ღვარცოფულ და წყალდიდობებს არა სეზონურს, არამედ აი ესეთ უცებ მოვარდნებს წყლის, რაც დამახასიათებელია ჩვენი მდინარეებისთვის და ამით იმდენად იცვლება, რომ სერიოზული, ანუ კლიმატი იმდენად იცვლება, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. ქალბატონ ნინო, წინა კვირას ტელეკომპანია გურჯაანთან ინტერვიუში ისაუბრეთ, რომ შესაძლოა ელ-ნინიოს გავლენა საქართველოსაც აისახოს ივლისის ბოლოდან და არის მოსალოდნელი, რომ იგივე სტიქიური საფრთხე გურჯაანს ან კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებსაც შეექმნას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაზე დიდი საფრთხე დღეს გაგვაჩნია კიდე ერთ დურუჯზე, დურუჯი ყოველთვის ცნობილია ამით. და მე მაგალითად ეხლა გადავხედავდი ყველა მდინარეებს და დურუჯის სათავეები უნდა ინახოს, იმიტომ რომ დურუჯმა თავის დროზე დატყორა ყვარელი და მე რომ მკითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია და დამბა არსებობს, ეხლა მდგრადობა ამ დამბების ყველასი უნდა იყოს გადამოწმებული. ანუ თელავი კი არ არის მარტო პრობლემა დღეს. ყველა ქალაქი და ყველა დასახლება კახეთში არის გადასახედი. სანახავი რა მდგომარეობაშია ხევები. იმიტომ რომ თუ ეხლა არ ჩავატარეთ რაღაცა სამუშაოები, იცით რომ შეიძლება უცებ სეზონზე მოვარდეს ძალიან დიდი რაოდენობის წყალი და ძალიან დიდი ნალექი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სავალალო სიტუაციები. ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და კიდევ ერთხელ ვამბობ,
ვიცით, საფრთხეები ყველას აქვს გაგზავნილი, ყველას აქვს შეტყობინებები მიღებული მუნიციპალიტეტებში, ასე რომ ან უნდა გადავხედოთ ბიუჯეტურს და თუ არ არის დაფინანსება შესაბამისი გადაიხედოს ბიუჯეტები, სასწრაფოდ განხორციელდეს ღონისძიებები, რომ გაწმინდოს ყველა კალაპოტი მდინარეების. ალბათ გახსოვთ ჭერმის ხევი, ესეც ხომ არ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. რა თქმა უნდა არის, კიდე ერთხელ ვამბობ, ყველა მდინარე არის ღვარცოფული, ან მას შეუძლია სადღაც ზემოთ არსებობს კიდე მეწყერული კერები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს შემოწმებული. გადახედილი სანახავი, ჩვენ კიდე ერთ რამეზე ვამბობთ. მარტო სააგენტოს, გარემოს დაცვის სააგენტოს, რომელიც აი ამ შეტყობინებებს იძლევა, რეალურად არ შეუძლია, რომ დაფაროს მთელი საქართველო, იმიტომ რომ ძალიან ცოტა კადრი არის. მაგრამ ამიტომ ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მუნიციპალიტეტებში გქონდეს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს ჩაატარებენ. აბა გადახედეთ ადგილობრივი თვითმმართველობის დაკომპლექტებას. ყავს იქ გარემოს დაცვითი, ან ნარჩენებზე მართვის ცენტრალური რგოლის 3 კაცი მაინც რო ყავდეს, რომელიც იმუშავებს რეგიონში და ნახავს მუნიციპალიტეტის ყველა მძიმე წერტილს, რომ ყოველ შემთხვევაში გაფრთხილების სისტემა მაინც ამუშავდეს. დიდი მადლობა, რომ იღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.